რა გზას გთავაზობს ბედი? მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ სალომეა, ტაროლოგი. ნახოთ, არ ჩავიფიქროთ არაფერი. რა გზას გთავაზობს ბედი? ბევრი იმუშავე საკუთარ თავზე გეუბნებიან. პაუზებში შეიყავი როგორც ჩანს. ბედი გთავაზობს ახალ გზას, გამოსვლის გზას იმ მდგომარეობიდან, სადაც დიდხანს ითმენდი. ეს არის გზა, სადაც წყვეთ ძველ ემოციურ ვალდებულებებს პირველ რიგში. აღარ ცდილობ ყველას გადარჩენას, მეორე ვარიანტი, პლუს საკუთარი ენერგიის ფასად აღარავის გადარჩენას აღარ ცდილობ. არჩევანს აკეთებ საკუთარ თავზე დაყრდნობითაც და არასვრის მოლოდინებზე. დისტანციურდები ხალხისგან უარყოფითი ენერგიებით, ვინც არის და სიტუაციისგან, სადაც სიმართლეს არ ამბობენ, სადაც სიმართლე ვერ გაიგე, ან ვერ აღიარებს ხალხი თავის დანაშაულს, თავის ბრალს. დამოუკიდებელ ნაბიჯებს სწავლობ. თავიდან შეიძლება შიშს იწვევდეს შენში, მაგრამ მოაქვს შვება შენში, შენთვის და შენს მომავლისთვისაც. ძალიან დიდი ბრძოლის და კრიზისის შემდეგ. განთავისუფლდები იმისგანაც დიდი ხანია გაწუხებს, რაზეც მუდმივად ფიქრობ, აი ამ ნეგატივი ფიქრისაგან, გააკეთებ არჩევანს და გადადიხარ ბედნიერ ტრანსფორმაციით, ბედნიერ პოზიციაზე. აი თქვენი გადასვლაც და ბედნიერი პოზიციაც. ყველაფერს ეხება ძვირფასებო, არა მხოლოდ ურთიერთობებს. ქონდა რაღაცნაირად შინაგანი სიმძიმე, ეს შინაგანი სიმძიმე იწყებს დაშლას და დაღლა გქონდა. ამ დაღლას დიდი ხანია ვერ ხსნი. ნელ-ნელა მცირდება ეს ყველაფერი. რატომ და აირჩევთ საკუთარ თავს, საკუთარ ენერგიებს და აღარ გაქვთ კრადნიკები აღარ ყავთ, რომლებიც იპარავდნენ ვამპირიზმით თქვენს ენერგო რესურსებს. მეგობრებო, აი ამ გზას აირჩევთ.